აქ რასაკეთებთ? სკოლა გააცდინეთ? უბრალოდ ვსეირნობთ. შენ? მე ფოტონადირობით ვარ დაკავებული. რა ფოტონადირობით? ხედავთ იმ შენობას ხეების უკან? ვერა, ამბობენ რომ აქ ადრე საავადმყოფო იყო. ასევე ამბობენ რომ იქ მოჩვენებები არიან და ზუსტად მათ ვეძებ. მოიცა, რა თქინდა მათთან შეხვედრა? არ გეშინია? არა, თუ ისტორიები მართალია, მოჩვენებისთვის ფოტოს გადაღებას შევძლებ და მოჩვენების ფოტო ძვირი ღირს. ჩემთან ხართ? არ ამგონია ეს კარგი იდეა იყოს. არც მე. კარგით რა, ჩემი ყველა მეგობარი იქ დადის. და მოჩვენება? ვინმეს უნდა ხავს ის? მოჩვენება მათ არ შეეხო. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. კარგი, წავიდეთ. ოღონდ დიდი ხნით არა. ისე რა მოუვიდა ამ საავადმყოფოს? მთელი ცხოვრება მახსოვს რომ დანგრეული იყო. კარგი, დიდი ხნის წინ დაიწვა, ჩვენ დაბადებამდე. შეხედეთ იქ. რა არის? ვერაფერს ხედავ. ვიღაც დავინახე. გონი მოჩვენება იყო. დარწმუნებული ხარ? იქნებ უბრალოდ ვიღაც უცხოები იყვნენ? დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ადამიანი არ ყოფილა. ანუ ისტორიები მართალია და შემიძლია ფოტო გადავუღო. თქვენ რაც გინდათ ისკენით. მე სახლში მივდივარ. აქ ძალიან საშიშია. მილა, წამოდი. შენ რა? შენ შეგეშინდა? არაფრისაც საშიმშინებია. მაშინ შევიდეთ, მაგარ ფოტოებს გადავიღებთ. კარგი, მოვდივარ. ამელკა, აქ მარტო რატომ ხარ? არჩი და მილა სად არიან? მიტოვებულ შენობაში წავიდნენ და შენ რატომ არ ხარ მათთან ერთად? გულწრფელად რომ გითხრა, მეშინია. მომეჩვენა რომ თითქოს იქ მოჩვენება დავინახე. არ მოგჩვენებია. მართლა? ფიქრობ რომ მართლა არის იქ მოჩვენება? რა თქმა უნდა. პირველი არ ხარ, ვისაც ეგ მოჩვენება დაუნახავს. მის შესახებ იცი? საშიშია? არ ვიცი. მაგრამ ამბობენ რომ ყველამ ვერ შეძლო მასთან შეხვედრის მერე გადარჩენა. მილა და არჩი უნდა გავაფრთხილოთ. ისინი ახლა იქ არიან. მოჩვენება შეიძლება მალე დაუშავოს მათ რამე. თუ კარგად მოიქცევიან, მოჩვენება მათ არაფერს დაუშავებს. დამიჯერე. კარგი. დაურეკავ და ვეტყვი რომ უკან დაბრუნდნენ. ალო, მილა. ალო, ამელკა. მაკედან უნდა წამოხვიდე. არ არის უსაფრთხო მან ყოფნა. რა? არაფერი მესმის. აქ კარგად ვერ იჭერს. შეგვიძლია ზემოთ ავიდეთ. იქ უკეთ იჭერს. ამელკა, ცოტა ხანში გადმოგირეკავ. ალო, უნდა გავიქცეთ. როგორც ჩანს მათ ვერაფერი გაიგეს. მაშინ სახლში წადი და ნებისმიერი ინფორმაცია მოზებნე ამ მიტოვებული შენობის შესახებ. მე კი მილას და არჩის მოვზებნი. აქ ძალიან ცივა და საშიშია. არაფერი უჩვეულო. ყველა მიტოვებული ადგილი ასეთია. ხედავ? არავინაა. შენ კიდევ ნერვიულობდი. მოდი ამალკასთან დაბრუნდეთ. აღარ მინდა აქ დარჩენა. კარგი, მაგრამ მოდი ჯერ ფოტოს გადაგიღებ. და ეს რატომ არის საჭირო? მეგობრებისთვის, ისი არ დაიჯერებენ რომ აქ ვიყავით. იფიქრებენ რომ შეგვეშინდა. კარგი, მაგრამ მალეკენი. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს მარტო არ ვართ. კარგი, ეგ არის. წავედით. როგორც იქნებ მოხვედით. მე კი უკვე ვფიქრობდი რომ მოჩვენებამ დაგიჭირათ. ხო, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ და წამოვედით. ნახე, რა მაგარი ფოტოები გამოვიდა. და ეს ვინ არის? ვაიმე, თვალებს ვერ უჭერებ. ესიც მოჩვენებაა, მე რომ ფანჯარაში დავინახე. მოიცა, იქნებ უბრალოდ ცხივი მოხდა კამერაში? მაგას არ გავს. ვინ ლაპარაკობდა მოჩვენებაზე? შეხედე, იგივე მოჩვენებაა, რომელზეც ლაპარაკობდი. წარმოუდგენელია, ნამდვილი მოჩვენების გადაღება მოახერხეთ? სენსაციაა. ეს საოცრებაა. კი, მაგრამ საერთოდ ვინ არის ეს? სანამ თქვენ შიგნით იყავით, მე ინტერნეტში ამ შენობაზე წავიკითხე. და რა გაიგე? ეს შენობა ადრე საავადმყოფო იყო. შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. ეგ უკვე ვიცით. ერთ-ერთმა ექიმმა სინჯარები არასწორად დაურია და აფეთქება მოხდა. რამე ინფორმაცია არ არის ამ მოჩვენებასთან დაკავშირებით? არა, მოჩვენებაზე არაფერი წერია. მოიცა, იცოდით რომ მოჩვენების ფოტო შეიძლება $1,000,000-ად გაიყიდოს? რა თქმა უნდა, უკვე მზად ვარ ამ ფოტოს საანსოდ ფულის მისაღებად. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ასეთ ფოტოში $1,000,000 არ გადაიხდიან. ეს არ გამოდგება. მოჩვენება უფრო დიდი უნდა იყოს და ფოტოში წინ უნდა ჩანდეს. ეგეთი მარტივიც არ არის. ის არც კი დაგვინახავს, უბრალოდ ფოტოში გამოჩნდა. არა, $1,000,000 მიღებას მასეთი მარტივი არ არის. დაბრუნდებით და უკეთეს ფოტოს გადავიღებთ. აც კი იფიქროთ დაბრუნებაზე. ცუდი იდეა. იქნებ ხაფანგი იყოს. შანსი გვაქვს $1,000,000 გამოვიმუშაოთ. შენ კიდევ გეშინია? მართალია, ალისა. თანაც ფოტო უკვე გადავიღეთ. დაგვიჯერე. კიდევ გადავიღოთ და ბევრ ფულს მივიღებთ. დარწმუნებულები ხართ რომ კარგი იდეაა? ფოტოებს გადავიღებთ და ფული ჩვენ შორის გავინაწილოთ. ვინ მომყვება? მე შენთან ერთად მოვდივარ. მეც. ამელია, ვინ მოგჭირდება, ვინ სახლში დარჩება და ინტერნეტში ინფორმაციას მოიძიებს. შენს ხომ იცი შენობაში კავშირი არც ისე კარგია. კარგი, სახლში დავრჩები და დაგეხმარებით. მილა, შენ წამოხვალ? რაღაც არ მინდა. ო და კარგი, რაც უფრო ნაკლები ვითნებით, მით უფრო მეტი შეხვდება. კარგი, ხო, მოვდივარ. კარგი, კამერას ავიღებ და შეგვიძლია წავიდეთ. ყურადღებით იყავით. მოჩვენება შეიძლება ნებისმიერ წამს გამოჩნდეს. კარგი, თავარია არ გამოგჩეს.
ამელკა, გესმის ჩვენი? ნორმალურად მესმის. GPS-ი ჩართეთ, რომ დაგინახოთ, სად ხართ. მე გელოდებით. კარგი, მოდით გავიყოთ და სხვადასხვა სართულზე ვეძებოთ. ასე უფრო სწრაფად ვიპოვით მოჩვენებას. ან ის გვიპოვის. ნუ გეშინია, რაც უფრო მალე გადავიღებთ კარგ ფოტოებს, მით უფრო მალე წავალთ აქედან. რომ ცოდნოდა, რაიმე მოჩვენებებზე ნადირობისთვის განკუთვნილ მოწყობილობას წამოვიღებდი. ზუსტად ეგ წამოვიღე. ჩაიხედე ზურგჩანთაში. ეს რა არის? რადიაციული სენსორი? ოდესღაც იყო, მაგრამ ახლა მოჩვენებებისთვის ნადირობისთვის გავაკეთე. როგორ? ახლა ის ძლიერ მაგნიტურ ტალღებზე რეაგირებს. და სწორედ ეს ტალღები აჩვენებენ, რომ მოჩვენება ახლოსაა. ახლა შევამოწმებ, როგორ მუშაობს. მოჩვენება ახლოს არ არის. ცუდია. ჩემი აზრით ეს კარგიც არის. კარგი, ერთი წუთით. როგორც ჩანს, მოჩვენებები მართლაც არიან. იმედი მაქვს, რომ მეგუბრაოდ გაფუჭებულია. შეხედეთ. გავიქეცით, მოიცადეთ. მოიცა, სანამ ერთად ვართ, ის ვერაფერს დაგვიშავებს. კამერები ამოიღეთ და ფოტოები გადავუღეთ. აბა, გამოვიდა? ჩვენია მილიონი? ჩემი ფოტოები ბუნდოვანია. ჩემი კამერა გაიყინა. მილა, და შენ? ისე შემეშინდა, რომ სულ დამავისწა ფოტოების გადაღება. მოჩვენება შორს ვერ წავიდოდა. მოდი გავიყოთ და მოვძებნოთ. მოიცადე, შენ ხომ თქვი, რომ სანამ ერთად ვართ, ის ვერაფერს დაგვიშავებს. მართალია? კი, მაგრამ თუ გავიყოფით, უფრო მეტი შანსი გვაქვს მისი პოვნის. გეთახმები. მოიცადეთ, მე არ მინდა რომ მარტო დავჭე. აქ ისეთი საშიშია, იმედია მოჩვენება ამ სართულზე არ ცხოვრობს. არ მინდა მასთან შეხვედრა. აბა, იპოვე რამე? არა, ძველი საავადმყოფოსგან არაფერია დარჩენილი. ცუდია, ვერც მე ვიპოვე ვერაფერი. იმედია ალისას მაინც გაუმართლებს. არჩი, მოიცადე. არჩი, ის შენს უკანაა. ახლავე გაიქეცი. აი, დაგიჭირე. კარგი რა, მოიცადე. უბრალოდ ფოტოს გადაღება მინდა. შეხედე შენ, როგორი მაღალია. არა უშავს, ერთი კარგი ნახტომი და ამას შევძლებ. არა, არ მინდა გარისკვა. მირჩევნია პირველ სართულზე ჩავიდე და მეორე მხრიდან ავიდე კიბეებზე. ავშის ნახატი? ნეტამ როგორ გადაუჩა ხანძარს. პრობლემა გვაქვს. არჩი დაიკარგა. რას ქვია დაიკარგა? როგორ ჩანს, იგი მოჩვენებამ დაიჭირა. დარწმუნებული ხარ? არა, მაგრამ დავინახე როგორ გაყვა მოჩვენება მას. ცუდია. მარტო ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. მე ვამბობდი, რომ არ უნდა გავსავკევებულიყავით თქო. მოიცა, რა მოხდა მან? მილამ მოჩვენება დაინახა და როგორ ჩანს, მან არჩი დაიჭირა. მალე იპოვეთ. აქ წერია, რომ ისინი ვინც მოჩვენებასთან მარტო დარჩებიან, სამუდამოდ გაქრებიან. გააფშილია, როგორ უნდა ვიპოვოთ? კამერა გამოიყენეთ. კამერა? რატომ? მოჩვენებები შეიძლება ადამიანებისთვის უხილავები არიან, მაგრამ კამერას მათი დაფიქსირება შეუძლია. ზუსტად, ჩვენ ხომ მოჩვენება ფოტოზე დავინახეთ. კარგი, თუ მოჩვენებას ვიპოვით, არჩისაც ვიპოვით. ვაუ, გამოვიდა. კარგი. მეგონა ფოტოზე გამოჩნდებოდა და არა რეალურ ცხოვრებაში. რას აკეთებს? მოიცა, როგორ ჩანს, ჩვენსკენ იშვერს ხელს. კარგი. არ ვიცი რა უნდა, მაგრამ დროა წავიდეთ. გავიქეცით. მოიცადე, ჩვენთან დამივარდა. დაივიწყე. მერე ახალ სიყიდი. არა, იქ გასაღებია. ტელეფონი და ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკა მიდევს. უნდა დაუბრუნდე. შესაყაროში გინდა წამიყვანო? კარგი, მე მზად ვარ. ეს ხომ არჩის სურგჩანთაა? მიპოვეთ და სიმართლესაც გაიგებთ. კარგად ხარ? კი, მაგრამ არაფერი რატომ არ დაგიშავა? არ ვიცი, მაგრამ არჩის სურგჩანთან მომცა. ეს გაფრთხილებაა, რომ წავიდეთ აქედან. თორემ არჩის ბედს გავიზიარებთ. აქედან უნდა გავიქცეთ და იქნებ მას უნდა რომ არჩი გადავარჩინოთ. მან ასე თქვა, რომ მიპოვეთო. ეს უბრალოდ ხაფანგია. დროა აქედან წავიდეთ. ჩვენ ახლა საფრთხეში ვართ. მოიცა, და ეს ვინ არის? ასაცვას შეხედე. არჩია. ნუ თუ მას მოჩვენება მეს დამართა. როგორი მშიშრები ხართ? მე ვარ. გაგიზდი? მაცა შეგვაშინე. ეგრე აღარ ქნა. არ არის ასაცივო. სადიპავი, გვეგონა რომ შენ მოჩვენებამ დაგიჭირა. გვერდით შენობაში შევედი და იქ ვეძებდი მოჩვენებას. მერე კი ჩემს ზურგჩანთას. ამას? უი, იპოვე? მადლობა. სინამდვილეში მე კი არა მოჩვენება მიპოვა. მან შენი ზურგჩანთა დაგვიბრუნა. კარგი, გასაგებია. მოიცა, და ეს ყველაფერი შენ არ გაკვირვებს? არა, ოდნავადაც არა. საქმე იმაშია, რომ მოჩვენება მამის პოვნაში დამეხმარა. ეს სად ნახე?
აქ მომუშავე მეცნიერის ძველ ჟურგჩანთაში, შიგნით სათვალე, ლაბორატორიული ხალათი, რამდენიმე სარიელი სინჯარა და ეს ვიპოვე. ძველი USB, შიგნით რა არის? სწორედ მაგის გაგება მინდა. შეგიძლია ტელეფონთან დააკავშირო? მომეცი, მე გავაკეთებ. აქ რაღაც ხმოვანი ჩანაწერია. მოდი მოусმინოთ. დღე პირველი. ვირუსის გაუმჯობესება დამავალეს, რათა სუბიექტის ინტელექტუალური შესაძლებლობები გაზრდილიყო. დნმ-ის კავშირები შევცვალე, მაგრამ ინტელექტის ნაცვლად აგრესიულად დაიწყეს მოქცევა და მუდმივად შიოდათ. ინსტიტუტის კოლეგებთან მინდოდა კონსულტაცია, მაგრამ ამიკრძალეს. მითხრეს, რომ პროექტი საიდუმლო იყო. და აქ რაც ხდება, არავის არ უნდა სცოდნოდა. როგორ შანს, თავად მომიწევს ამაზე ფიქრი. რაზეა ეს? რომელ ლაბორატორიაზეა? რომელ კვლევაზე? მე ვფიქრობ, რომ მაგ მხოლოდ საავადმყოფო კი არა, საიდუმლო ლაბორატორიაც იყო. კარგი, ამელკას უნდა დაველაპარაკოთ. ამელკა, გესმის? კი, რა მოხდა? შეგიძლია მეტი ინფორმაცია მოზემნო საავადმყოფოს შესახებ და გაარკვიო, რამდენი პაციენტი იყო აქ? კარგი, ახლა ვერ ვნახავ. ცოტა ხანი დამელოდეთ. უცნაურია. აქ წერია, რომ საავადმყოფოს 10 წლის განმავლობაში არც ერთი პაციენტი არ განუკურნია. რატომ უნდა დატოვოს საავადმყოფო ღია 10 წლის განმავლობაში? თუ იქ არავინ არ დადის, პასუხი მარტივია. ისინი უბრალოდ არავის მშვებდნენ შიგნით. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მალავდნენ. ვფიქრობ, რომ მოჩვენებას ეგ უნდა რომ გვანახოს. ის ლაბორატორიის ერთ-ერთი პროფესორია. ესე იგი, ხანძარი შემთხვევითი არ ყოფილა. აქ რაღაც საშინელება მოხდა. მოიცა, ნახეთ რა ვიპოვე ნანგრევების ქვეშ. აუშვის ნახატი. იქნებ თუ მეტ მინიშნებას ვიპოვეთ, მივხვდებით, რასაც ნიშნავს ეს. მოდი გავიყოთ და ყველაფერი გავჩხრიკოთ. ვფიქრობ, მოჩვენება საშიში არაა, თუ ჩვენი დახმარება მე უნდა. მაინც არ ვენდობი. ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქ საშიშია. ჩვენ ზემოთავალთ. შენ აქ ყველაფერი დაათვალიერე. არჩი და ალისა სულ გაგიჟდნენ. როგორ შეიძლება მოჩვენების დახმარება? მათი ატანა აღარ მაქვს. უბრალოდ ვიხუმრე. მიყვარს მოჩვენებები. უბრალოდ გვიჟდები. ძალიან მიყვარს. ვაიმე, ჯობი არამ დავიმალო. გონი ვერ შემამჩნია. ამბობენ, რომ მოჩვენებების კედლებში შეუძლიათ სიარული. გამიშვი, დამეხმარეთ. ვინმემ დამეხმარეთ. სულ ესაა? უბრალოდ ეს ნივთი მომცა? საერთოდ რა არის ეს? მოჩვენება ახლოსაა, კამერა უნდა მოვამზადოთ. მოჩვენება გაჩერდი, სურათს გადაგიღებ. Yes, $1,000,000 ჯიბეში მაქვს. ჯანდაბა, ისევ გაუჩინარდა. ალისა, აქ ხარ? კი, აქ ვარ. გეყო ყვირილი. კარგი ამბავი მაქვს. მოჩვენებისთვის ფოტოს გადაღება შევძელი. მილა ხომ არ გინახავს? კი, უკან მომყვება. აცკი დაიჯერებთ რა დამემართა. ეს ყველაფერი ახლა ხან მოხდა. მოჩვენება შემხდა. შემდეგ გავიკეცი. მერე მან მიპოვა. შემდეგ კი? მილა, საქმეზე გადადი. მოკლედ? აი, კარგი, ეს მეორე ნახევარია. ალისამ პირველი იპოვა. შეხედე, ისინი ერთმანეთში ჯდებიან. რაღაც ნიშანი გამოვიდა. ამელკას დაუკავშირდი. იქნებ ამის შესახებ რაიმე ინტერნეტში მოძებნოს. ამელკა, აქ ხარ? ხაზზე ვარ. რა მოხდა? მისმინე, ფოტოს გიგზავნი. ეცადე გაარკვიო რა არის. მე მივიღე. თქვენ ხედებში საიდუმლო საცავის გრაფიკული დასაღები გაქვთ. ეს საცავი მანდ უნდა იყოს. როგორი საცავის? ასეთ საცავებს მხოლოდ სამხედროები იყენებენ, რათა საიდუმლო ინფორმაციები და მოვლენები დაემალათ. რას აკეთებდნენ სამხედროები ჩვეულებრივ საავადმყოფოში? ეს საავადმყოფო არც ისე ჩვეულებრივია. კარგი, მოიცა. შენობისკენ მავიპოვე. აქ წერია, რომ მეხუთე სართულზე ლაბორატორიაა, სადაც ასეთი საცავია. აშვედო. არ ამგონია ხანძი შემდეგ იქ რაიმე გადარჩენილიყო. იქნებ ყუთები კარგად არის დასული, იქნებ ერთი მაინც გადაუჩა ხანძარს. წავიდეთ და ვნახოთ. ამელკას მიერ გამოგზავნილი გეგმის მიხედვით, ეს ოთახი ლაბორატორიებიდან ერთ-ერთია. როგორც ვამბობდი, ისია. იქ აღარაფერია დარჩენილი. აღარაფერი აღარაა. ამიტომ წავიდეთ აქედან. კარგი, როგორც ჩანს, მოჩვენებელს არ უნდა რომ წავიდეთ. ბავშვებო, აქ რაღაცაა დამალულდი და უნდა რომ ვიპოვოთ. შეხედეთ, ეს ერთ-ერთი საცავია, რომელზეც ამელკა საუბრობდა. მე იმ გასაღების ფრაგმენტები მაქვს, რომელიც მოჩვენება მოგცა. მიდი მერე, გააღე. არა, მოიცა. ჩვენ არ ვიცით რა არის ამ ყუთში. იქნებ საშიში ვირუსია და ჩვენ გარეთ გამოვუშვებთ. გააღეთ. იქნებ მილა მართალია და ჩვენ მართლა გამოვუშვებთ გარეთ რაიმე სახის ვირუსს? მხოლოდ ერთი გზაა შესამოწმებლად. მოდით გავაღოთ. სხვა გზა არ გვაქვს. არც კი იფიქროთ ამაზე. მე სიცოცხლე მინდა. მაშინ მოჩვენებას გადავცემთ და სულების სამყაროში იცხოვრებ მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება. და სიცოცხლის იქითაც. კი, დაგიჯერეთ. კარგი, გახსენით, მაგრამ მე გაგაფრთხილეთ. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა.
ეს რა არის? წამალი? აქ კიდევ რაღაც USB-ა, აუდიო ჩანაწერით. მოდით მოусმინოთ. დღე მეორე. ვირუსის ცვლილებებს საშინელი შედეგები მოყვა. გაუმჯობესების ნაცვლად ექსპერიმენტის სუბიექტებმა გონება მთლიანად დაკარგეს. ინტელექტის აღსადგენად მათი ტვინის სითხე სხვისით უნდა ჩავანაცვლოთ. რაც ნიშნავს, რომ მათი ტვინი კვდება. მეორე ექსპერიმენტისთვის ვირუსის ნიმუშს ყუთში ვტოვებ. მანამდე კი ვეცდები ექსპერიმენტის სუბიექტის კვებას დავაკვირდე და ვნახო რა მოხდება. ეს ყველაფერი რას უნდა ნიშნავდეს? ეს ვირუსი ტვინების ჭამას გაიძულებს. ახლა კი ყველაფერი გასაგებია. ლაბორატორიაში ზომბი ვირუსი გამოიგონეს. ეს ნიშნავს, რომ ბოთში ზომბი ვირუსია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გავანადგუროთ. არა, მოიცადე. თუ ბოთს გატეხავ, ზომბებად გადავიქცევით და მთელ ქალაქს დავაინფიცირებთ. და ახლა რა უნდა ვქნათ? ბოთი უნდა შევინახოთ, სანამ ვირუსის განადგურების ხერხს მოვიფიქრებთ. აი მისი ჩვენება უნდოდა მოშვენებას. მას ეშინოდა, რომ ვირუსი ცუდი ადამიანების ხელში აღმოჩნდებოდა. მუხელავ ბოთს აუცილებლად მივხედავთ. ახლა კი სახლში წასვლის დროა. სახურავზე ადით და იქ მომძებნეთ. მოიცა, ეს ყველაფერი არ არის. მოჩვენებას ისევ რაღაცის ჩვენება უნდა. კარგი, წავედით, არ ვალოდინოთ. აქ ცუდი ხედი არაა. იქნებ ერთ დღეს დაუბრუნდეთ და პიკნიკი მოვაწყოთ? კარგი, საიდუმლო ძველი ლაბორატორია, საიდუმლო ზომბი ვირუსით. პიკნიკისთვის ნამდვილად შესანიშნავი ადგილი შეარჩიე. კარგი რა, აქ არაფერია. ყველა ზომბი ცეცხლში დაიწვა. შესაძლოა აქ ვირუსის სხვა კობებიც იყოს. თხილად იყავით, თორემ შეიძლება რომელიმე მათგანს ფეხი დაარგათ. ო, იქ შეხედეთ. ეს ალბათ ერთ-ერთი მეცნიერის ჩონჩხია. ხელში USB უჭირავს. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერი დაზიანებულია. ამდენი წელია აქა? არაა გასაკვირი. ჯერ ყველაფერი არ დაგვიკარგავს. ამელკას დავუკავშირდით. ამელკა, აქ ხარ? კი, გივსმენ. ამელკა, შეგიძლია დაზიანებული ხმოვანი ჩანაწერის ავდგენა? მე არა, მაგრამ ჩემს კომპიუტერს შეუძლია. შესანიშნავია, გიგზავნი დაზიანებულ ჩანაწერს. კარგი, ახლავე ჩავიწერ აღდგენის პროგრამას. სუნესა, გიგზავნით ჩანაწერს. მადლობა. მოდი მოусმინოთ. დღე მესამე. დიდი შეცდომა დაუშვი. ტვინით კვების შემდეგ ექსპერიმენტის სუბიექტები აჯანყდნენ. ჩვენ მათი შეკავება აღარ შეგვიძლია. სოს შეტყობინება უკვე გავგზავნეთ, მაგრამ დახმარების ნაცვლად სამხედროებმა ლაბორატორიის დაწვა გადაწყვიტეს, რათა არავის გაეგო სინამდვილეში რა ხდებოდა აქ. ასეც ვიცოდი, რომ ეს ხანძარი შემთხვევითი არ იყო. ლაბორატორია სპეციალურად დაწვეს, რათა ზომბებს გაქცევა არ შეძლებოდათ. და მეცნიერები მათ რა დაემართა? ბავშვებო, მომისმინეთ. არქივში წერია, რომ ხანძრის დროს ყველა მეცნიერი ერთის გარდა გადარჩა. დიახ, გასაცოდაობა, საავადმყოფოს აფეთქების ამბავი მათ გამოიგონეს და ყველაფერი ამ მეცნიერს დააბრალეს. შეხედეთ, მას კიდევ რაღაც აქვს. აქ მთავრდება ჩემი ისტორია. ხანძარმა და ზომბების მასამ კარი დაბლოკეს. დანარჩენები ევაკუირებულები იყვნენ, მაგრამ მე უკვე ვეღარ შევძელი გასვლა. სამწუხაროა, რომ ჩემს ძოს ბეჭას ვერ უბრუნებ. ნეტავ სიმართლე იცოდეს. მე ძალიან მინდა, რომ მან სიმართლე გაიგოს. მოიცა, როგორც ჩანს, მოჩვენებას უნდა გითხრას, რომ ეს ჩონჩხი თვითონ არის. ძალიან წუხარ, შენს ძოლს ვიპოვით და ბეჭას დაუბრუნებ. პირდები, რომ ამას გავაკეთებთ. მადლობა. სულ ეს იყო. მისი სული დამშვიდდა და სამუდამოდ გაქრა. მაგრამ მაინც ვერ შევძელი სურათის გადაღება. ასეც გაქრა, ჩემი $1,000,000. როგორ შეგიძლია ასეთი ამბების შემდეგ მაგაზე ფიქრი? ამ მეცნიერის სული უნდა ვიპოვოთ და უნდა მოვიფიქროთ ვირუსს რა უყოთ. პირველ რიგში კი მოდი სახლში წავიდეთ. ხო, წავიდეთ უკვე აქედან. მისმინე არჩი, გადავიღე ერთი ფოტო სამახსოვროდ. მართალია, ფოტო უნდა გადავიღოთ. კარგი, გაჩერდით? ეს რა არის? რა ხდება? ისევ გაჭედა კამერა? არა, თქვენ თვითონ ნახეთ. კარგი. როგორც ჩანს, მოჩვენებასაც უნდა ფოტო სამახსოვროდ. ახლა შეგიძლია გაყიდო და $1,000,000-საც მიიღებ. მაგრამ უკეთესია ეს ფოტო მე დავიტოვო სამახსოვროდ.